უჯრედი არის ორგანიზმის უმცირესი ცოცხალი ერთეული. ყველა უჯრედს აქვს სამი საერთო რამ, მნიშვნელობა არ აქვს რა ტიპის უჯრედი იქნება. ყველა უჯრედს აქვს უჯრედის მემბრანა, რომელიც უჯრედის შიგთავს გამოყოფს გარემოსგან. ასევე ციტოპლაზმა, რომელიც არის ჟელეს მაგვარი სითხე და დნმ უჯრედის გენეტიკური მასალა. არსებობს უჯრედების ორი დიდი კატეგორია. პირველი კატეგორია არის ეუკარიოტული უჯრედები. მათ აქვთ ორგანელები, მათ შორის ბირთვი და სხვა ნაწილები. ეუკარიოტულ უჯრედებს უფრო რთული აგებულება აქვთ. ისინი გვხვდებიან მცენარეებსა და ცხოველებში. მეორე კატეგორია არის პროკარიოტული უჯრედები. მათ არ აქვთ ბირთვი და მემბრანით შემოფარგლული ორგანელები. მათ აქვთ გენეტიკური მასალა, მაგრამ ის არ არის მოთავსებული ბირთვში. პროკარიოტული უჯრედები ყოველთვის ერთუჯრედიანი ორგანიზმებია, როგორიცაა ბაქტერია. მას რა არის ორგანელები? ორგანელა ნიშნავს პატარა ორგანოს. ორგანელები არის უჯრედის ნაწილები და ყველას თავისი ფუნქცია აქვს. მოდით დავიწყოთ ბირთვით, რომელიც აკონტროლებს მთელს უჯრედს. ბირთვი შეიცავს დნმ-ს, ანუ გენეტიკურ ინფორმაციას. დნმ უჯრედს კარნახობს თუ რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა გააკეთოს. ქრომატინს უწოდებენ ძაფის ქორგალივით მიმოფანტულ დნმ-ის მოლეკულების გროვას. ბირთვს გარედან აკრავს ბირთვის მემბრანა. როცა უჯრედი მზადაა გასაორმაგებლად, დნმ თავისებურად დაიხვევა და ქმნის ქრომოსომას. ბირთვი ასევე შეიცავს ბირთვაკს, სადაც იქმნება რიბოსომები. მას შემდეგ, რაც რიბოსომები გამოვლენ ბირთვიდან, მათ ეკისრებათ მნიშვნელოვანი ფუნქცია, ცილების შექმნა, ანუ სინთეზი. ბირთვის გარეთ რიბოსომები და სხვა ორგანელები დაცურავენ ციტოპლაზმაში, რომელიც არის ჟელეს მსგავსი ნივთიერება. რიბოსომები შეიძლება თავისუფლად იყვნენ ციტოპლაზმაში, ან მიემაგრონ ენდოპლაზმურ ბადეს. არსებობს ენდოპლაზმური ბადის ორი სახე: ხორკლიანი, რომელზეც რიბოსომები არის მიმაგრებული, და გლუვი, რომელზეც რიბოსომები არ არის მიმაგრებული. ენდოპლაზმური ბადე არის მემბრანით შემოფარგლული ფაბრიკა ნივთიერებების საწარმოებლად, მაგალითად ცილების. ცილები, ანუ პროტეინები და სხვა ნივთიერებები პატარა ბუშტუკებში შეიფუთებიან და ასე გამოდიან ენდოპლაზმური ბადიდან. ისინი შემდეგ მიდიან გოლჯის აპარატში, სადაც გადამუშავდებიან, ფორმას იცვლიან და მათ მიემაგრებათ სხვა ნივთიერების მოლეკულები, მაგალითად ცხიმის, ანუ ლიპიდის, ან ნახშირწყალის. ვაკუოლი არის პატარა ტომარა, რომელშიც ინახება სხვადასხვა ნივთიერებები. აქ ამ მცენარის უჯრედზე ცენტრალური ვაკუოლა ინახავს წყალს. დაუბრუნდეთ ცხოველის უჯრედს. თქვენ წინაშეა ორგანელა სახელწოდებით ლიზოსომა. ლიზოსომა არის ნაგვის შემგროვებელი. ის სავსეა ნივთიერებებით, ფერმენტებით, რომლებიც შლიან უჯრედებში არსებულ ნარჩენებს. მიტოქონდრია არის ენერგოსადგური, როგორც მცენარის, ასევე ცხოველის უჯრედისთვის. ის ქმნის უჯრედისთვის საწვავს, რომელსაც შემოკლებით ეწოდება ATP. აქ ხდება პროცესი, რომელსაც უჯრედული სუნთქვა ეწოდება. ზოგიერთ ორგანიზმს, მაგალითად მცენარეებს, შეუძლიათ მზის ენერგიის დაჭერა. მათ აქვთ მზის ბატარეის მსგავსი ორგანელა სახელწოდებით ქლოროპლასტი. ის შეიცავს ნივთიერება ქლოროფილს, რომელიც მცენარეებს
მწვანე ფერს აძლევს. მცენარეებს უჯრედის მემბრანის ირგვლივ აქვთ კიდევ ერთი გარსი, უჯრედის კედელი, რომელიც იცავს მცენარის უჯრედს. ცხოველის უჯრედებს არასდროს აქვთ უჯრედის კედელი. ასევე არსებობს განსაკუთრებული ნაწილები, რომლებიც მხოლოდ ზოგიერთ უჯრედს აქვს. მაგალითად, ადამიანის ბრონქებში არსებულ უჯრედებს აქვთ წამწამები, რომლებიც გარეთ გამოდევნიან მტვრის ნაწილაკებს, რომ ისინი არ მოხვდნენ ფილტვებში. კიდევ ერთი განსაკუთრებული ნაწილი არის შოლტი. ზოგიერთ ბაქტერიას აქვს შოლტი, პატარა კუდი, რომელიც მოძრაობისთვის და გადაადგილებისთვის გამოიყენება. ადამიანის ორგანიზმში მხოლოდ ერთადერთი ტიპის უჯრედებს აქვთ შოლტი, ესენია სპერმატოზოიდები. გმადლობთ ყურადღებისთვის. ვიდეო დამზადებულია ნუკლეუს მედიკალ მედიას მიერ.